მე ყოფილი მჟავდებული რევაშანიძე უშუალო დიდ ბოდის მოვხდი ჩემი ვიდეო ჩანაწერით მეშვეობით გაჟღერებულ უსიამოვნო სიტყვებისთვის მე უბრალოდ იძულებული გავხდი როცა მოусმინე ეგრეთ წოდებულ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ანუ სამქიანი ალქაჯის მიერ სიფილისტიანი თესლით გაკეთებული ბერა ივანიშვილის განცხადებას რომელიც რომ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას 12 წელია ეს ჩვენი საქართველოს საზოგადოება რომ მისი მამის და მისი მიერ გვერდში მყოფი არადამიანების მიერ დამკვიდრებული ბოროტი რეჟიმის სხერპლი არიან ეს ახვარის ნაშიერი ვერაცნობიერებს და გამოდის ესა თუ ის ამ ქვეყნის მოქალაქე არა აქვს მნიშვნელობა ეს ქართველია ეროვნები თუ სხვა ეროვნების ადამიანი რომელსაც გული შეწყივა ამ ბოროტებაზე და იმ უსამართლობაზე რომელ უსამართლობას და ბოროტებას რომ წინ უძღვის თავად ბერა ივანიშვილის მამა და მისი დედა რატომ უნდა გახადო ერის და საქართველოში მსხოვრები მოქალაქეების დედის საგინებელი ან შენი თავი ან მამა შენის თავი ნუ თუ ღირსება არ შემოგჭა ცივილიზაცია სად მიიღე რომელ ევროპაში ცხოვრობდი ცივილიზაცია საქართველოსთან დაიწყო შეახვარის ნაშიერო ცივილიზაცია თამარ მეფემ და დავით აღმაშენებელმა მისმა პაპამ დანერგა სამყაროში შეახვარის ნაშიერო წიგნი მაინც წაიკითხე არ რაღაცას მაინც გაეცანი მე თუ ღირსი ვარ გამოდი საჯარო და მეც მაგინე ვის აშინებ შენი შეარაღებული ძალებით ან მამა შენი ვის აშინებს ან ვის შერჩა ერის პირველეს ყოვლისა ახალგაზრდების სისხლის ღორა და ამდენი ცრემლი რომელიც ცრემლიც რომ მამა შენმა და დედა შენმა რომელ დედასაც შენ გაგინებე და მამას როგორც აგინებდნენ წარსულში ივანიშვილის რეჟიმის ჯალათებს ივანიშვილს სააკაშვილის რეჟიმს ის ჯალათებს შევარდნაძის რეჟიმის ჯალათებს და დღეს მამა შენს აგინებენ დედას ან შენ გაგინებენ და ეს გიკვირს შეახვარის ნაშიერო თუ გონება ჩლუნგი ხარ წადი ფსიქოლოგთან ამ ფსიქიატრ და იმკურნალე მე და ჩემდა გვარი პატიმრები მამა შენის დაკვეთით და იმ შენი ძმაკაცი რომელსაც შენ ყვერებს წლოკავ შენთან ბოდიში და საზოგადოების წინაშე ბოდიში ირაყი ღალიბაშვილის და სოზარ სუბარის თამადობით 12 წელი უმოწყალოდ მაწამეს და მტანჯეს ის შენი ძმაკაცი ირაყი ღალიბაშვილი და სოზარ სუბარი ორი თვის მანძილზე ჩემს სისხლად ცრემს ყლოყავდნენ ნომერ მე-6 დაწესებულებაში შეახვარის ნაშიერო ერთი კითხე ეს კაცი ასე მწარე განცხადებას რატო აკეთებს რამ გამოიწვია ან რა მიიყვანა ამ წარე განცხადებების გაკეთებამდე იმათ კითხე შეახვარის ნაშიერო ხალხს გეესაუბრე მამა შენი ვით რომ იმალები კულისებში შენ დედას გავთხარე პირში მე ვინ ჩემი ყლე ხარ შეყლის ტრაკი და ნაშიერი ხარ შენ მამა შენს გაკეთებული და დედა შენის ნაშიერი არა ხარ ვინ პედოფილმა ხშობა შენ მოგიტყამ პატრონი არ ვინ ჯანდაბა ხარ გაათრიე მამა შენი და დედა შენი აგვეყინა თორე დედა გაქვთ თქვენ მოწყნული
თქვენ ამ ქვეყნის მეფენი ვერ გახდებით და არც ეს მადლიანი ქართველი ერი თქვენ არ დეგემონებათ. თქვენ იქნებ დაიმონეთ ზოგიერთი, მაგრამ 70% არ დაგემონებათ. გონება ჩლუნგო შენ. შენი სიმღერები ვის რათ უნდა? სიმღერასთან ლექსს დავწერ ისეც, რომ შენი წინაპრების საფლავებიც კი ატირდებიან შეახვარის ნაშიერო. მე კიდე ერთხელ გეუნები საზოგადოების ნაზიდ ბოდიში მოვხდი, ჯერ შენ დედა შევეცი პირში. შენი არასწორი და ბოდვითი აშლობით გაკეთებული განცხადებისთვის და მე მამა შენის დედა შევეცი პირში. მე ყოფილი მჟავდებული რევაშაინძე ვარ, კიდე ერთხელ ვიმეორებ. მამა შენის დაკვეთით უშუალოდ დღესაც კიდე სასიკვდილოდ განწირული ვარ. მაგრამ ჯერ მამა შენმა მომჭამოს ყლე და მე შენ. დამაც შორის ღარიბაშვილმა, თამაზაშვილმა, სოზასუბარმა, დარბაისელმა, პაპუაშვილმა, ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დარბაისელმა და ასე შემდეგ. დანარჩენი მათ თვითონ იციან თავის სახელი და გვარები. უახლოეს დროში მე მას სახელგვარებსაც ყველას დავასახელებ მიხელ კანდელაკის და გოჩა კანდელაკის თამადობით. ასე რომ ტრაკი მიაყენე მამა შენ და დედა შენი გაათრია ამ ქვეყნიდან, რომ შენ შვილებს მაინც გონდეს მომავალი. შეგონება ჩლუნგო. გაიგე ახლა?